ფაქტობრივად ერთი წელი გავიდა უკვე, რაც მთელ საქართველოს აძლევს ბრძოლის მაგალითს რა. აი ასეთ რეჟიმის პირობებში ასეთი მაგალითები ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ ხედავთ ადამიანებს, მზია სხვა სინდისის პატიმრებს, რომლებიც აჩვენებენ სიმტკიცეს, აჩვენებენ იმას, რომ რეჟიმს ყველაფერი არ გაუვა. მზია საქმე არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იქცა სამართალდამცავება შურის ძიებად, ხო? ეხლა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, იქ პოლიციას ხელი დაარტყა, ხო? ეს საქმე შეიძლება ყოფილიყო რაღაც ადმინისტრაციულ პატიმრობაზე საუბარი, ასე შემდეგ, მაგრამ რეჟიმმა მოინდომა მისი სამაგალითოდ დასჯა. 4 წელი ითხოვდა, მერე 2 წელზე ჩამოვიდნენ და ეს არის ისეთი გაუგონარი რამ, რომ ასეთი რამის გამო 2 წლის ადამიანი ჩასვა, ეს არის არა სამართალი, არამედ შურის ძიება და ეს საქმე დარჩება ბოლომდე ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ლაქად ამ ხელისუფლების. როცა ესენი წავლენ, როცა იქნება ხო წავლენ, ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ლაქა, ასე გაიხსენებს ქართველი ხალხი ამ საქმეს.